ამათზე მეტი აქვს დახარჯული ატლეტიკოს რაღაც სიტუაციებში. შაურმას თავაზობ თუ მინეთს შეჩემა, რომელი იყო? მინეთი უხერხულია რამდენად 2000 კაცი ვიყოლებ. შაურმაზე უარს არ გეტყვი ნაღლად. კი, მეც ფშია. კი, წიწაკის გარეშე. საიდან იძახებ? მაინტერესებს შეჩემა. ზოგს წიწაკა უხდება. საფეხბურთო ანალიზი შეწყდა იმის გამო რომ შაურმას შეჭამთო შეჭამ გავიხედე ეგ კობახა დავიღე ესე აკეთებდა შეჭემა ესე გააკეთა თან ეს ეკნა ესე კი აკეთა ესე გააკეთა და ეხა კობახა პირველად ხო არ აკეთებდა მაგას ის შაურმის გარეშე ანუ კობახა სხვა რამეს თო ჭამდეს ერთხელ რომ ნახო შეჭემა შაურმა ეხა ძალიან მომინდა წერან რო ახსენა მე შაურმა არ ვიღაცა შაურმა კომენტარში რო წაიქთა შაურმა უცებ მაგრამ მომინდა და ვაპირებდი გამო მე შაურმა არ მიჭამია გეტყვი დაახლოებით 5 თვე. ხო, დაახლოებით ეგრე. მართლა? გავარ. მინდა როგორ არ მინდა, მაგრამ არ მინდა. აპაპა, ჭამე, ცვის მოიწე. დღეს ჭამე ქათამი. ჩიტდეი მოიწე. არა, დღეს. არა, წინაკვირა ავუშვი ჭამას. კი. ატომ კობახა რო დაინახა მას ვაკეთებ და კენ დაასკდა შეჭემა მე პირი გააღო თვითონაც. საშუალო და დიდი სველი უნდა დადოს. ამდენი ვინმეს დიეტაზე ლაპარაკობს დანუკა ჟორჟელიც მე რავიო. ბევრს ლაპარაკობ დიეტაზე მე? არა, შაურმა არ მიჭამია, მაგრამ ეხა ბიჭო, ერთი წამი ხა. აქ, ეხა. ატყდება ტყაპატყუპი და მაიონეზის ჭყაპაჭყუპი და ბატონ ვახტანგიც ეხა მაიონეზს როცა ეხება. ხო ბიჭო. მე ხო შემიძლია რომ შემეცი და მაიონეზი. რაღაცა შინაგანად მინდა თან ეს შაურმა ძალიან მიყვარს. ისეთი პოზა მაინც დავიყავ რომ მე ანუ არ მინდა და მე ესეთი კარგი როგორ მაგრამ ბოლო კვირა ავუშვი პირიქით ანუ მაგარი ვიზილე ყველაფერი. ეხლა მინდა რომ დღეს ქათამი ვჭამე თქო რომ ცილები მინდოდა. ბატონო ვახტანგ ერთი ასეთი კითხვა აქვს ჩვენს გამომწერს თქვენთან და ბატონ გიორგი კალატოსთან რომ დაალაგოთ ეს სამი გუნდი უარესიდან ნუ საუკეთესოსკენ. მილანი, ინტერი და იუვენტუსი თქვენთვის რა ვიღაცამ დედისტრაკი მაგინოს შეჩემა? არა, არ მინდა ორი გუნდის გულშემატკივარი უნდა მაგინოს ახლა ლეზმ კიდე არ დავალაგებ. აი რატო ეგეთი რაღაცა ვერ ვიდა ტიკტოკები კიდე დაალაგე ლეზმ კიდეა. მე კომენტარში შეიხერებს რომ ვიღაცა გლანძღავს გეძახის რომ არ გონზე არ ხარ ეს მაგანერ კომენტარი მაინც გეძახის კიდეა. ხო მაგანერ კომენტარი საერთოდ არ მივცემ შეჩემო რომ თქვას მე რომ ამიტომ გეძახი. მაგანერ კომენტარებს მეთქი გონები ვშლი ეგრევე. ლეზმ კიდეა ამის მომბარ არ მინდა რატომ დავალაგო იუვენტუსი აი რა ძალა რომ იუვენტუსი ინტერი მილანი დავალაგო რას მომცემს არაფერს არ მომიტანს საერთოდ შეჩემო. იმის გარდა რომ ორი გუნდის გულშემატკივარი ვიღაცები გაბრაზდებიან. ლეზმ კიდეა. ძალიან კარგი. კარგად ბრძანდებოდეთ. აი, ეგ არის. თუ ვინმე კითხავთ რა არის დასრული ადამიანი როცა იზრდება, აი ეგ არის. ესე გემატება ადამიანის ჭკუა. ტიპმა ეგრევე ჩაიდოს. ეს ამოჭერე და დადელა ეს. და ეს თან დააწერე მილანი ინტერი და ესე და რო არ დაალაგა ეგ გაუშვი. და ციგნიო ჩავიდე ჩანთად. ეგრევე გადაიდო. ეგეთი რაღაცა ამინდა ხავს TikTok-ზე. დაალაგეთ სამი გუნდი და ყალეზე მყიდე არ დავალაგებ. დავდება ვიდეო. მან დავთვალე ახსნების გარეშე. ყალეზე მყიდე არ დავალაგებ და მან მორჩეს ვაკო მართლა. მართლა ეგრევე ვიზო. მოუჭრათ ეგრე რა. იუმართავ შორნაძეს მოჭერი სანამ გადაცემა დამთავრდება. კარგი. რატომ უნდა დავალაგო? მორჩა რა, ყალეზე მყიდეა. არანაირ, всё, მორჩა. არანაირ TikTok-ს აღარ მოსიო. მე TikTok-ს აღარ აი ვინმე არავინ აღარ მოხვიდეთ და არ მთხოვოთ რომ მოდი TikTok-ი ჩავაწევოთ, მოდი ახლა ეს დავალაგოთ, აღარ ვაკეთებ, მორჩა. მოდი დავამთავრე. ხო, იმიტომ რომ ადამიანი მოსაზრება შემოვდეთ ადამიანებს არ ესმით, ადამიანებს არ ესმით ის რომ ჩემი აზრით, ნიშნავს ჩემი აზრით. რომ გამოვიდე და თქვა, მეგობრებო, ეხლა გიზერებთ საზოგადო ჭეშმარიტებას. ინტერი ეს უკვე სხვა იქნება. ადამიანებო, ჩემი აზრით ის უფრო კარგია. ჩაკაფული ჯობია ოსტრის. ამის გამო დედისტრაკის გინება მიანიშნებს ძალიან დაბალ ინტელექტზე. აი, როგორ დაბალ ინტელექტზე იცი? მიყვირს რომ კლავიატურას სწორად არ ტყამდგილაკებს. აი, ეგეთი ინტელექტზე მიანიშნებს და ოდე ეგეთი არა მარტო დაბალ ინტელექტზე მიანიშნებს, მეცაც გეტყვით, მეგობრებო, მიანიშნებს ქვეშაჯვიობაზე. იმიტომ რომ თქვენს აი უზრდელ აურას აი ინტერნეტში უშვებთ და არ შეგიძლიათ პირისპირ ადამიანს ეგეთ რაღაცა უთხრათ. მე დაგაფასებდით. როცა აი
სუფრაზე მოხვდებოდით ერთხელ, ეს დავსხდებოდით და მოვიტყოდო რომ ბიჭო, იცი მე ჩაკაპული მირჩევნია სიტყვაზე იმას ოსტრის და შეყლეო რომ ეთქვით, აი გაცილებით დაგაფასებთ ვიდრე კომენტარში რომ მაჯვავთ, იმიტომ რომ სუფრაზე მე შემიძლია ავდგე და თავპერი გაგიერთიანოთ, ყოველ შემთხვევაში ვეცადო ამის გაკეთებას. და იქ რომ მიწე რა გავაკეთო ახლა მე? რატო აბინძურებთ მაქსიურცეს? რა გინდათ? ეს მე ბრუნდება, ილექება ამდენი ნეგატივი, ამდენი უბედურება და მე საბოლოო ჯამში ამოხეთქავს ვიღაცას და გაგიხეთქავთ მაგ თავს და არ გინდათ მეგობრებო. აი მაღლა ინტელექტი, წაიკითხე წიგნები. რა ვიცი. ხო, გაიგითხე წიგნები. ძირითადად მე კარგად იქნები. სპორტზე არის ეგა. ნუ კერძს თუ ეხება რაღაცა, რომ ეს ყლე არის, ჩაკაფული, ანუ აი ჩაკაფული როგორ არ უყვარს თუ რაღაცა. ადამიანები ვართ განსხვავებულები, ძალიან განსხვავდებით ერთმანეთისგან. რაღაცა რეცეპტორები ვიღაც, ანუ ვიღაც ალერგია აქვს შეჩემა და ვერ ჭამს რა და არ გვაქვს მიმღებლობა და სხვათა შორის შენ მეც არ გქონდეს რაღაც მომენტში. იმიტომ რომ შენ რომ მეტყვი რომ მაიონეზით მირჩევნი რაღაცა, კეთხვი რომ შენში ხო არ გაქვს, აი რატო გეუნები არა და კავს ურჩევნია მაიონეზით კარტოფილის ჭამა. რატო უნდა შესცე? მართლა? მაგრამ აი ჩვენ ვღადაობთ, კაი და მესმის, მაგრამ შინაგანად რაღაც მომენტში ხო გაქვს ხოლმე ბრაზი რაღაცნაირი რომ ადამიანი გეტყვის რომ აუ აი მაიც არა ხაჭაპური ან რაღაცას რო გეტყვის არა აღარ ანუ აღარ ხო მაგრამ აი რაღაც მომენტში პატარა გაუტრაკო ვიღაცას მაკაცურად რა რო აი შეჩემა ამას გეუბნები ბიჭო აღარ ანუ ადრე მქონდა პატარა ვიყავი მქონდა მაგრამ მე იმდენ ადამიანი ვნახე რომელსაც რაღაცა ისეთი არ უყვარს რა ის არის გასული იყო იმდენ წიგნი გამოგვიგზავნეს და აი ლიტერატურა კი მე შენი იყოს შეგიძლია მე წავიკითხე უკვე იმდენი ადამიანი შემხვდა ახლა ვიყავი 19 წლის მაგალითად მოდი უფრო პატარაში 17 წლის რო ვიყავი და მარტო ჩემ კლასელებს რო ვიცნობდი და ნუ უბნელებს უბანი კლასი რამდენი ადამიანია ჯამში ძალიან ბევრიც არ არის ხო მე ხა ასე რომ გემატებათ სამსახური თანამშრომლები ისა ესა ნაცნობები კლასელები გაკვდება ნელ-ნელა უნდა არა მაგრამ იზრდება რა წრე თანაცნობო ხო ეხლა 17 ასაკში რამდენი ადამიანს იცნობ იმაზე 3-4 5-ჯერ მეც იცნობ მე ხარ თქვა 35-ის 37 ოდა მაშინ მეტნაკლებად მით უმეტეს თბილისის რაღაცა ერთი უბანი იყო ჩემი და მეორე სხვა უბანში გისწავლობდი სკოლაში მაგრამ მაინც მეტნაკლებად რამდენიმე უბნის ტიპები იყვნენ და ერთნაირი ტიპაჟები ვიყავით მეტნაკლებად და გემოვნებაც მეტნაკლები ერთნაირი იყო მათ შორის საჭმელისას. მაგიტო ხარ შემკვიდრია მე უკვე გავიზარდე რა ნაცნობები რომ შემომემატა სხვა წრეები და მანდ უკვე ისეთი ადამიანები შემოთო რომელსაც ვიღაც რაღაც ისეთი არ უყვარდათ საჭმელის ამბავში მაგალითად რაც მე გამიკვირდა. საჭმელის ავაფერონებაც არ იყო რა თქმა უნდა. კი ბაზარი არა. პასკა იყო ჯერ მარტო ამდენი ახლა არა ბიჭო რა პასკა შეეშვის ეჩემა რას ლაპარაკობ საჭმელი სამზარეულო ქართულის გარდა არაფერი არ იყო 90-იანი რა უნდა ყოფილიყო ქართულიც არ იყო ქართულსაც ვერ ჭამდი შეჩემა რაღაც მაკარონი შაქრით და რაღაცა ყლეობას ჭამდი უბედურებებს წესიერი საჭმელი არც იყო მაგრამ მე ხო და იმდენი ადამიანი რო გავიცანი რომელსაც რაღაცები ისეთი არ უყვარსაც ადრე არ მეგონა რომ ვინმე შეიძლება არ უყვარდეს უი მე მივხვდი რომ თურმე ეგრეა მრავალფეროვნება ადამიანს არასდროს აღარ ადრე კი პატარა რო ვიყავი გამკვირვებია თავიდან მაგრამ მე რომ მივხვდი არასდროს არ მithქვამს ადამიანი აღარ ვეუბნები ადამიანებს რომ ეს რატო არის შეიძლება გამიკვირდეს ვა ეს არ გიყვარს ხო მაგრამ არ არსებობს რომ ვიღაცა აღმოჩნდეს პირველი ვინც მეტყვის რაღაცა საჭმელზე ეს არ მიყვარს აი არ არსებობს რა თავიდან რომ ვიღაცა რაღაც მეუბნებოდა აი რაღაც საზამთრო მაგალითად არ მიყვარს როგორ შეიძლება საზამთრო არ გიყვარდეს შეჩემა საზამთრო არის უგემრიელესი საჭმელია მარწყვი როგორ შეიძლება მარწყვი არ გიყვარდეს მე რო ვთქვამთ ვიღაცებს რომ არ მიყვარს მარწყვი და არ მიყვარს საზამთრო მე მეორეს მესამეს მეთქე მივხვდი რომ არის ხალხი რომ არ უყვარს საზამთრო და no problem ნაყინი შეჩემა რამდენი ადამიანს უკვე რამდენი ადამიანი ვიცი თქვავს რომ ნაყინი მე ნაყინი არ მიყვარს რა ნაჭება ნაყინი არ გიყვარს ვერ ხვდები შეჩემა როგორ შეიძლება ნაყინი არ გიყვარს რა რა თქვი ვერ გავიგე ვერ მოვიწმინე არაფერი რა მოს მათო მუტები თქვი მართლა თქვი შეჩემა მართლა თქვი ხო და ჩუმო თქვითხარი რომ შეგაგეგო მარტო და რატო თქვი ეგას შეჩემა ეგაც ხო არ უყვარს ანუ ოკეი არ გიყვარს ამოხტა ვერ მივხვდი შეჩემა და
ამას ნუ მოჭრი შეჩემა ხა ზომი. კაი. არ წყვი და გადახვედი იმაზე რაღაც. ნაყინია ლოკვაზე გაგახსენე. აი 5 წამის უდღენი ხოლმე რა. ელტონ ჯონს ვაფშე არ უყვარს ახლა, მაგრამ წუდი კაცია ვერ გავიგე. ნაყინზე ლაპარაკობდი მე შეჩემა. და ეს გუნდიშა არის ისა რა, აი, ტრაქს ვათამაშებ, ხო იცი, აი შაურმა მინდა ვიყო პატარა თუ რაღაცა, აი რა, ის ატყუებს შეჩემა. მე სნიკერსიან რაღაცა იდება და გადაიზილავს იმას, რომ ჩააყოლოს და ვითომ პატარა ისჭამა რა, ვის ატყუებს შეჩემა. ჭამე რა დიდია, მე შენზე გული მიკვდება ხოლმე ისე გიყვარს შაურმათან, რომ გაძიძგნო. ხო მე სილკში იმხელა შაურმებს ვიძახებდი ფოტოკოლაჟი არის შეჩემა აწყობილი ჩემი შაურმა დღეს შემხლა ამიგდო ჩემი სტორი ტიფლისი ბროწეულებიანი აუ რა პროცედურა მქონდა ჩემ ერთხელ პავლიკას ვაჭამე მე ვიძახებდი დიდს და პავლიკა ჭამდა საშუალოს და პავლიკას მიყურეს და მე აი ჩემა დიდი გამოვიძახოთო და დიდი გამოუძახე და რო ჭამა ის შავი კრესლოები ქონდა ხო იცი აი ესე ნახევარი საათი ჩუმად ვაფშე ხმა არ ამოუგო კარგი იყო. უბრალოდ ესე ცოტანეს გვწევს. შეიძლება კარგად ჩანდა და მაგიტო გამეციდა ესე ძა. რაღაც ჩაუჯექი მე. მამათ მავალიო და დაიბნა შეჩემა. დასველდა ტატო. რო გიტყან. საღო. აი ყავა და ეს წინო გაგმო. ეს მეგონია თუ შემთხვევით დაიწყო. შაურმა. ფუ ბლე. ეს იყო აფიორა ჩასარეცხი ვარ. ტატო. აუ ეს საერთოდ გასარეცხი. აუ მისმინე. ამდენი ხანი რატო არ დალიეშ? ბიჭო რა ვარ სვამდინა. რანიანა სვამდი შეჩემ 2 საათ ნახევარი. აი ამ ძნელი ჭამი აქეთ რო გადმოვდგი შეჩემ ახლოს რომ მოვიდგე. მე რო წავიდე შაურმა ჭამ მარტო ხوار დაჯდება ეს. მოდი ვაკო დაჯექი რა. სკამი მოიდა. მოიც ეხ შენ შაურმა ჭამო ანუ. და მე უნდა დაგელოდო. არა. და რა გავიდეთ ბოლოსკენ და მოურჩეთ. კიდე ნახევარ საათი და გიჭამოთ. თბილი რამე როდის გიჭამია. ხო. უცებ შევჭამ რა გინდა. აქ ვიქნები. აი იქ ვიქნები მიკროფონთან. აქ ვიქნები შენ. არ გვინდა მიკროფონი.